სოფელ დუანში კი თბილისის მერის ინიციატივით თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ დაათვალიერეს საოკუპაციო ხაზი და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. უსახლკარო დარჩენილ სამ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. თბილისის საკრებულოს და მთავრობის წევრებმა თანხა ამ დახმარებისთვის საკუთარი დანაზოგებიდან გაიღეს. არის მოსახლეობა ქართულ ერზე ლაპარაკი და ქართულ მიწაზე. იკარგება საქართველოს მიწა. და ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებული, რომ ეს ჩვენი მიწები აღარ დავკარგოთ. აქ არ არის ზღვარი, არც პოლიტიკური, არც ადამიანური. აქ არის ძალიან ჩვეულებრივი თანადგომა ადამიანებისა, რომელიც ყველა აქ მაცხოვრებელს სჭირდება და ეს გვჭირდება ზოგადად ქვეყანას. ხდება ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და ამ აქციით ჩვენ გვინდა ჩვენი აქტიური პროტესტი გამოვხატოთ და ხელი შეუწყოთ ამ პროცესის შეჩერებას, რათა კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, რაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ გრძელდება. გარკვეული დახმარება ჩამოვუტანეთ, თუმცა მე ვფიქრობ ამ ხალხისთვის ეს პირველ რიგში მთავარი არის ეს ყურადღება, რომელიც ჩვენ და არა მარტო ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ ამ ხალხმა იგრძნონ, რომ მთელი საქართველო მათ გვერდში დგას და რომ მომავალი იქნება მათთვისაც კარგი, როგორც დანარჩენი საქართველოსთვის.